სწორედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე განთავსებული რუსის სამხედროების გამოუწევს საოკუპაციო ზოლში მცხოვრებ მოსახლეობას შიშის ქვეშ ცხოვრება. მათ რამდენიმე წელია თავისუფლად გადაადგილება არ შეუძლიათ. ადგილობრივების სოფელი აზვიდან დღესასწაულზე წმინდა გიორგის ეკლესიაში ასვლასაც ვერ ახერხებენ, რადგან მათი დაკავების საფრთხე არსებობს. დღესვე ინფორმაცია გავრცელდა რამდენიმე სოფელში რუსი ოკუპანტების მიერ პატრულირების გაძლიერებაზე, თუმცა სამხედროების მობილიზების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. რა ვითარება საოკუპაციო ზოლში მოსახლეობის პრობლემები დღეს ნინო ფისაძე მოისმინა. საოკუპაციო ზოლის მოსაზღვრე სოფელ აზვში ამ ადგილის იქეთ მოსახლეობა გასვლას უკვე რამდენიმე წელია ვეღარ ახერხებს. ოკუპირებულ ტერიტორიაზეა დარჩენილი სოფლის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია. ადგილობრივები ყვებიან, რომ სალოცავზე დღესასწაულზე ყოველწლიურად ადიოდნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც გასულ წელს რუსმა სამხედროებმა ეკლესიაში მისული მოქალაქეები დააკავეს, ტაძარში ასვლის ეშინიათ. დავდივარ ყოველ წელიწად სოფელ აზვში, მეგობრები მყავს, ჩემი მეგობრის აღდგენილია ის ეკლესია. ხშირად დავდივართ, მაგრამ ვერ ავედით იქ. სამწუხაროდ. 2 წელი არ ყოფილვართ, გასულ წელსა და წელსა დანარჩენი ყოველთვის ავდიოდით. გასულ წელს რო წავედი, დაიჭირეს 2 კაცი და წაიყვანეს. და ეხლაც ხუარი მაგის გულისთვის არ წავედით კაცო. ადგილობრივების ინფორმაციით საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფლებთან აზვი, მეჯვრისხევი და ჯარიაშენი დღეს რუსის სამხედროები გაძლიერებულ რეჟიმში პატრულირებდნენ. საოკუპაციო ზოლთან მცხოვრებლების საფრთხეებზე საუბრობენ. ასვლა და წაყვანა ცხინვალში ერთია. ვინც კი ავადა, ვინც კი შევადა. აქ ტრაფარატები აქვს გაკრული და იმისკეთ ვერ შევდივარ. იქ არიან დასაფრებულები, შესულა და იმათ მოსულა ერთი აგერე იქ მაღლა. საოკუპაციო ხაზთან შეიარაღებული ფორმიანების მობილიზებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ ადასტურებს. სოფლის რწმუნებულის განცხადებით, სხვა დღეებისგან განსხვავებით, დღეს რუსის სამხედროების კონტროლი გაძლიერებული არ ყოფილა. ჩვეულებრივად როგორც პატრულებენ ყოველდღიურად, ისე პატრულებენ დღესაც. არაფერი განსაკუთრებული არ შეიმჩნევა, არანაირი ინციდენტს ადგილი არ ქონია. როგორც ასეთი, რომ ხალხმრავლობა და რაღაცა მობილიზება შეიმჩნეოდეს არანაირი. რამდენიმე დღიანი ტყვეობის შემდეგ ოკუპირებული ცხინვალი ატოციდან დაკავებულმა 2 მოქალაქემ დატოვა. მათი გათავისუფლების სანაცვლოდ დაკავებულების ოჯახებს ჯარიმის სანაცვლოდ 2000 რუსული რუბლის გადახდა მოუხდათ. მინდორში იყვნენ წასულები, ფიჩხს აგროვებდნენ და რუსები გამოსულები იყვნენ. წაიყვანეს, გაგვაგებინეს მე რო წაყვანელი ყავდათ და გადავიხადით ჯარიმები და გამოუშვეს. საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფლებიდან გადაცემის ფაქტებს ქართული მხარე ერგნეთში შეხვედრაზე გააპროტესტებს, რომელიც 30 ნოემბერს გაიმართება.